მოგესალმებით, დღეიდან რუსთავიორის ეთერში ყოველ შაბათ-კვირას ჩემი სამზარეულო თავგადასავალი გიმასპინძეთ. ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება ის ჩემი, თქვათ, ექსპერიმენტები იქნება თუ რაღაცა, არ ვიცი, სიგიჟეები, რომ გადმოგიტანოთ და რაღაცნაირად შემოგივარდეთ სახში. ერთი რამე გახსოვდეთ აუცილებლად, რომ ყველა კერძი გაკეთებადია, ყველაფერს შეძლებთ, თუ ამ ყველაფერს თქვენ თავზე კარგად შემოატრიალებთ, მიიღებთ და მერე გამოუშვებთ. აი ახლა წიგნში ვიყურები და რაღაცას ვხედავ და ერთი სული მაქვს, რომ რამე ამდაგვარი გავაკეთო, მაგრამ რამდენი რეცეპტიც არ უნდა წაიკითხოთ, რამდენი ფოტოც არ უნდა ნახოთ, მაინც რაღაცა თქვენი დეტალი უნდა შეიტანოთ. ეშება იყოს ის, რომ თქვა დაგეგმილი გაქვთ კონკრეტული კერძის გაკეთება, მაგრამ გახვედით, უცებ ისეთი პროდუქტის შემოგვხვდათ, რომ მიხვდით, რომ ეს არის ის, რაც გინდოდა და აბსოლუტურად შეცვალოთ. არასდროს არ უნდა იყოს კერძი ერთ და იგივე გემოზე, როდესაც სახში ამზადებთ. ჩემი, თქვათ, ესეთი რჩევა იქნება, რომ ყოველთვის რაღაცა ახალი დეტალი დაამატეთ და ის ადამიანები, რომლებიც ამ კერძებს სინჯავენ, ყოველთვის რაღაცა ახალი ხვდება და ზუსტად ეს ახალი და თქვენი დეტალი არის მნიშვნელოვანი აუცილებლად. ასე რომ შეგიძლიათ მოდუნდეთ და იბატონოთ თქვენ სამზარეულოში. პირველი გადაცემისთვის გადავწყვიტე, რომ გავაკეთო სხვათა შორის ჩემი განთქმულია ერთ-ერთი საქონელი სუკის შემწვარი, გამომწვარ კარტოფილის პიურესთან ერთად და მწვანე გაზაფხულის ბალახების соусით. მოემზადეთ. თქვენ იგრძნობთ ამ გემოს. ეხლა პირველ რიგში უნდა მოვიხსნა ეს ბრასლეტები, იმიტომ რომ ძალიან ხელს მიშლის, რომ მოვლენ ბიჭები, მერე გავიკეთებ, რომ კარგად გამოვიყურებოდე მაინც. ეხლა ამოვიღოთ ეს ჩვენი საქონლის სუკი. პირველ რიგში ავიღოთ დანა, ესე გავჭრი ამას ორ ნაწილად, იმიტომ რომ ტაფაზე ესე მთლიანად არ დაეტევა და თან ვიცი რომ უყვართ უფრო მეტად შემწვარი და უფრო მეტად რომ შევწვა, ამიტომ ეს უნდა გავშალო და გავაფრთხო, იმიტომ რომ ესეთ ის შეწვა ამ ფორმით უფრო გამიჭირდება. ეხლა რატო ავირჩიე პირველი გადაცემისთვის ეს საქონლის სუკი? იმიტომ ავირჩიე რომ ესე ძალიან კარგად გამომდის. მეორე ის არის რომ აი თვითონ კეთება ამისი მიყვარს. მე რა არის, მაინც ხორცია ყველას უყვარს. კონკრეტული აი ერთი პროდუქტის საქონლის სუკის ვარიაციები არის უამრავი. შევეცდები რომ სხვადასხვა ვარიანტები შემოგთავაზოთ აი ამ ერთი კონკრეტული თქვათ სტეიკის. ეხლა მინდა რომ ეს განახოთ როგორ კეთდება ეს გაჭრა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ესე ჯერ შუაში გავჭრით ესე. ნახეთ როგორ მოყვებათ, როგორც პლასტელინი ისია. აქ კიდე გავჭრი, კიდე წამოვიღებ, შეხედეთ. ნახეთ როგორ გაიშალა მარაოსავით. ეს სითხელე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აი ვთქვათ, ვისაც არ უყვარს სისხლიანი ან ნახევრად შემწვარი, აქ გარანტირებულად ჩვენ უფრო კაი შედეგს მივიღებთ. თუმცა მე უფრო ნაკლებად შემწვარი მიყვარს და ესე მივირთმევ. მჭირდება ღრმა თებში იმისთვის, რომ ეს ჩვენი გემრიელი ხორცუშკები, ასე ვთქვათ, აი აქ მოვათავსოთ ჯერ ერთი. ეხლა მე ამას ვაბასტუნებ ბრენდში, ზეითუნისზეც დავასხავ, გავუკეთებ ვორჩესტერის соус და მოვაყრი პიმპილს. არავითარ შემთხვევაში მარილს. იმიტომ რომ მარილი ამაგრებს შეწვის დროს. მარილი ჯობია რომ ყოველთვის მოაყაროთ, როდესაც უკვე შეიწვება მერე. გამომივიდა 4 დიდი ნაჭერი. ეხლა ვიწყებ დაბასტუნებას. ამას ვასხავ ჯერ ზეითუნის ზეთს. ვორჩესტერის соус ესე. ეხა ესე, აი ნახეთ, ხა გავუკეთო ფერადი პიმპილი. ძალიან უხდება, ძალიან კაი გემოსაძლევს ეს არავითარ შემთხვევაში მარილი. ესე და ბოლო აკორდი, აი ეს ბრენდი. ამას ცოტა შევინახავთ, რისთვის ამას ნახავთ რა, რისთვისაც ვინახავთ. კარგად ამოურიეთ, მნიშვნელოვანი რომ კარგად გაუჯდეს ეს გემო. თქვენ შეგიძლიათ რომ აი ესეთ ტიპის ჩაბასტურებაში 2 დღეც გედოთ და ვთქვათ, მეორე დღეს კიდე უფრო გემრიელი იქნება, ეს ხორცი პირდაპირ დადნება. არ დაგეზაროთ ამის გაკეთება, იმიტომ რომ თქვენი სტუმრები და ვისაც გაუკეთებთ, აუცილებლად მიხვდებიან ამ გემოს და ჩვენც აი ჩემი სტუმრების რეაქციაზე მივხვდებით დღეს. ეხლა ეს ჩვენი დაბასტურებული ხორცი 1.5 საათით შევდოთ მაცივარში. ესე. შემდეგი ეტაპია, შეხედეთ რა ლამაზი კარტოფილები მაქვს.
აი ეს კარტოფილები ცოტა სიწითლე აქვს, ეს მოწითალო მოვარდისფრო კარტოფილებია, რომელიც არაჩვეულებრივად ცხდება. მე შემეძლო რომ ცოტა ისე გამეკეთებინა, მიმეფუჩეჩებინა, ასე ვთქვა და მომეხარშა და მოხარშულის პიურე გამეკეთებინა, მაგრამ თუ აკეთებ ხო გემრიელად უნდა გააკეთო, ამიტომ გადავწყვიტე რომ გამოვაცხო. ესე ჩემი ძვირფასი კარტოფილები. ნახეთ ეს ისე მომწონს, არ ვიცი პირდაპირ, ეს წითელი რო არის, ეს ვარდისფერი ძალიან მომწონს. ეხლა ამ კარტოფილებთან მე აუცილებლად ესე კანიანად დავყრი ნივრებს, იმიტომ რომ ძალიან კაი არომატს მისცემს ეს ნიორი ამ ჩემ გამომწვარ კარტოფილებს. ნივრებს ვაყრი და ვაცხობ. დაახლოებით 1.5 საათი დაჭირდება. ეხლა ვიწყებ კეთებას სოუსის. ეს ტარხუნა რა არის, როგორ მიყვარს. ტარხუნა მიმაჩნია რომ აი ძალიან ყველა კეთში შემილია რომ ჩავტაენო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. როდესაც აი ესეთი ტიპის არა გაქვთ მწვადი ვთქვათ, შემწვარი შამფურზე და გაქვთ უკვე დაბასტურმებული, მით უმეტეს ბრენდიში, ვორჩესტერში და ესეთი მრავალ სართულიანი გემოიანი რაღაცა ხორცი გაქვთ უკვე დაბასტურებული, ჯობია რომ ვთქვათ, იგივე ტყემალი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, არიხმარო და რამე მოვიფიქროთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწვანილი გვაქვს და სეზონურად იმდენი საინტერესო მწვანილია, რომ სულ შეგვიძლია რომ სოუსები ვაკეთოთ. ასევე ვხმარო პიტნას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ პიტნა და ტარხუნა ერთად ძალიან გემრიელია და ხორცსაც ეს რაღაცა უხდება ძალიან. ეხლა ამ ჩვენ ტარხუნას და პიტნას ძალიან უხდება კიდე თუ გექნებათ ან რეჰანი, ან შაშკოვი დაამატეთ, ორივე ძალიან მოუხდება. არ იყო. ეხლა ამას დავამატოთ ჩვენ დიჟონის დოგვი, აუცილებლად დაამატეთ, საერთოდ სხვა გემოს მიცემს. ეხლა მე ამ დიჟონის დოგს დავამატებ ამას. ცოტა მარცვლოვანს დავამატებ. ესე. მერე აუცილებლად ფერად პიმპილს. ცოტა მარილი. აუცილებელია იმისთვის, რომ რაღაცა პიკანტური გემო ქონდეს. აუცილებელია. მე ყოველთვის ვუმატებ აი ესე შაქარს. აუცილებლად ეს ზეითუნის ზეთი, ეს ისეთი საინტერესო მასა გახდება ახლა. всё. ეხლა აუ რა სუნი აქ. ეხლა აქ მოდის დოგვიც, ტარხუნაც, პიტნაც და გაზაფხული. ხა ვიღებ ამ ხოლ ამაზათ უნდა გაუწყოთ შეფსტობრებს აუცილებლად და ამიტომ ეს დასადგამის მნიშვნელოვანია. მოდი შევამოწმოთ კარტოფილი უკვე მზად არის, რა კარგად გამოცხვა. ეხლა ეს კარტოფილი უკვე მზად არის, ეხლა ამას უცებ გავაძრობ კანს. ესეც გადასარევია გარნირად, შეგიძლიათ ესეც ამ ვარიანტშიც იხმაროთ. შეიძლება დაგეწვათ ხელები. მაგრამ მე ეს დაწვა, აი, მეც მქონდა ეგ ტრამვები მაქვს. მაგრამ ღირს შეხედეთ როგორი ფიცქნება. ეს ეხა არ გეგონოთ რომ ეს კარტოფილით არის მხოლოდ აქ იმდენ ინგრედიენტ დავამატებ ეხა ისეთი გემრიელი პიურე გამოვა აქ დავამატებ ეხა აი უცებ ბოლო კარტოფილსაც გავფრთხნი და თან კიდე თავიდან გამოვაცხობ ამას და ეს იქნება ცოტა კრემივით პიურე იქნება.
მოკლედ ახლა როგორც იქნა ეს კარტოფილი გავბცქვენი, კაია რომ ხელები არ დამეწვა, იმიტომ რომ ძალიან ცხელი იყო და ცოტა ჩქარობდი. ალბათ ეს ჩემი ხასიათის რაღაცა, მინდა რომ ძალიან ჩქარა გავაკეთო ყველაფერი და ახლა დავიწყებ ამ პიურეს უკვე დაბოლოებას, ასე ვთქვათ რა, უკვე მომარჯვებული მაქვს ეს საჭყლეტი. დავიწყებ ნელ-ნელა სხვადასხვა ინგრედიენტების დამატებას. ერთ-ერთი იქნება პირველი, დავუმატებ საერთოდ კარაქი ძალიან უხდება. მაგრამ მე რატომღაც ეგეთ ხასიათზე ვიყავი დღეს და გადავწყვიტე რომ ზეითუნის ზეთის აი რაღაცა გემო მინდოდა რომ ყოფილიყო. ამიტომ დავამატებ ზეითუნის ზეთს. აუცილებლად დავამატებთ მარილს. ეხა ერთი ინგრედიენტი უნდა დავამატო, რომელიც ძალიან უხდება კარტოფილს. დავახეხოთ მუსკატი. აუ აკაისუნია. ესეც მუსკატი და ახლა ბოლო აკორდი, ასე ვთქვათ, დავამაყდოთ ნაღები. ძალიან გული მწყდება რომ მუსკატის სუნს ვერ გძნობ და საერთოდ აი ამ ყველაფრის ახლა, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ თქვენ აქედან დაინახავ და ამ სუნს იგრძნობ და გააკეთებთ აუცილებლად. აუცილებელია რომ აი ამ კეთების პროცესის დროს უნდა ისიამოვნოთ. ეს თქვენთვის უნდა იყოს ძალიან სასიამოვნო პროცესი და შემდგომ უკვე, როდესაც ამ თქვენ გაკეთებულ ნასიამოვნებ კერძებს გაასინჯებთ, თქვენ მიხვდებით, რომ დიდი განსხვავება, როდესაც უგემურად აკეთებ, გეზარება, არ მოგწონს, ძალით აკეთებ და იმ საჭმელსაც ეს გემო ეტყობა. ჩემი პიურე მზად არის. ეხლა მე ამ პიურეს მოვათავსებ აი ესეთ ჭურჭელში, რომელიც შეგიძლიათ რომ შედოთ ღუმელში. და ბოლო აკორდი ეხლა ჩვენი აი ამ კარტოფილის პიურესი არის ის, რაც მე მაცივიდან სუთავიდან გამოვიღე. ეს არის ყველი. მე ახლა ვხმარობ აქ აი ესეთ მოცარელას და ამ ყველს ვახეხავთ ზემოდან. ეხლა კიდე ბოლოს აი კიდე დავამატებ მარილს და ფერად პიპრის. ნუ შეგიძლიათ თუ არა გაქვთ მოცარელა, შეგიძლიათ აი იყიდება ყველგან ან გაუდა ან რომელიმე ესეთი ტიპის ნაკლებ ისეთი ყველი გჭირდებათ, რომელიც არ არის მკვეთრად გამოხატული გემოთი. შედარებით ნაკლებ ისეთი მკვეთრი გემო რო კონდეს და რო კარგად დნებოდეს. თავარი რომ ეს ახლა ზემოდან დადნება და მოიწვება ლამაზად. ამას ვდებ ღუმელში და გადავდივართ უკვე ბოლო ეტაპზე უნდა შევწვათ ჩემი საფირმო სტეიკი. შეიძლება? Привет. აუ ცოტა მე შეიძლება? არა ვარ ისე მზად ჯერ ზუსტად რომ ისე დავხვდეთ უკვე გაწყობილზე, იმიტომ რაღაცები კიდე გასაკეთებელი დამრჩა. მაგრამ მანამდე რა შემოგთავაზებ? სულ მაინტერესებს ხოლმე არასდროს ჩვენ ამ თემაზე არ გვილაპარაკია. აბა. რაებზე არ გვილაპარაკებ? რა თემას არ შევხები ვარ და მაინტერესებს ერთნაირი გემოვნება გააქვს? შემახედე. აბა, ჩინჩინ? კულინარია. კულინარია. საჭმელს ერთნაირი. როგორ ახარ გემოვნება როგორ ერთნაირი გიყვართ? შენთან არ არის მთელი ამბავი რამეში შეგშლია სადმე ჭამას. არა, მაგრამ აი ხო შეიძლება რომ აი შენ გიყვარს თქვათ, ქათამი იმას არ უყვარს. ყველაზე ის რა არის, იცი გასაკვირი რომ რაც არ გვიყვარდა ბავშვობაში. ხო. ნუ რაც გვიყვარდა, გვიყვარს, მაგრამ რაც არ გვიყვარდა, განსაკუთრებულად გვიყვარს. რა არ გიყვარს? ნუ მაგალითად ბორში. ან აჯაბსი. მე იცი რა გემრიელად დასვაკეთებ ცივს. ეხლა გავაბასტურმე თქვენთვის ჩემი საფირმო სუკი და იცი როგორ უნდა შეგიწვათ რომ ცეცხლები უნდა დავანთო ეს და მთელი ამბავი უნდა გამოვიღებ. ეს შეშებიან მე ცეცხლზე რო ხელი არ გამოვიღებ მაცივიდან ჩემ დაბასტურმებულ გადასარევ ხო გაჩვენე რა ისე ნუ ის გაჩვენებ აბა რა ხედე ერთი რა გუმოგუნზადე საოცრებას გავს სანამ ტაფა გაცხელდება ნუ სრულყოფილი სადილი უნდა გაგიკეთო რა პიურე გვაქვს სტეიკი გვაქვს და პირველი მეორე ზე რო იცი ნახე როგორი ფოთლები მაქვს ეგ რა ფოთლები სამოქავს ეს ამას აქვს დოგვის გემო დოგვის ხო
საჭმელად მოვედი და ამებს მაჭმე. ეს საიდან მოიტანე ესეთი? ახლა პირველად ვჭამე. თუ ვინც ეძებს ხო იცი რომ სულ პოულობ და მეც ვეძებ და პოულობ. რა ქვია მას? არ ვიცით, მაგრამ მაინც გავუმარჯვე. ბიჭო, კაი ბალთავი ნაჭრები გაქვს. აბა ეხლა რა პატარებს ხوار დაგახვედრე დამხება ფილარმონია ხალხი ხა. წავიდა. ვაიმე. ეხლა ამას მაინც ცოტა ეს რისი ხორცია? საქონლის სუპი. პირდაპირ ეგრე, იმისო გავუჩო. არ ვწკნი? არა რომ არომატი მისცეს. გემო კი არა. არა. ფიქარი წამოგეღო და ჩავიწერდით რაღაცებს. ეხლა თქვენ მომიყევით რა. აი მაგალითად რა გეგრძალებათ თამაშის წინ რა გეგრძალებოდათ. ეხლა რომ თამაშის წინ არის. ეხლა არ გეგრძალება და ისე სუბუქად უნდა ჭამო რა თამაშის წინ, მაგალითად დავშალ მაკარონი. სპაგეტი სუბუქია რო ვიცოდე ისე ჩემთვის. კი. ნუ თამაშის წინ ქათმის ხორცი, სპაგეტი, 1-2-3 საათი. სილამაზისთვის ცოტა ფერები უხდება. ამასაც ესე დავაყ. აი ყველაზე ძალიან განსაკუთრებულად აი რა გიყვარს. განსაკუთრებულად აი ეს რომ აი რაღაცა. მე მიყვარს საუზმე ძალიან. მართლა მეც ძალიან. საუზმე. მეც მეყვარს და საერთოდ ვფიქრობ სასტუმროს საუზიც აუცილებლად ერთ გადაცემაში უნდა გავაკეთო საუზმე და მრავალფეროვნება უნდა გავაკეთო რომ აი რამდენ ვარნაირი საუზმე შეიძლება იყოს. შეიძლება რომ იყოს. ჩვენ უფრო აი ესეთი, აი კარგი პური, გემრიელი, ჩაისტები ვართ უფრო, ჩაი ყავას ნაკლებად რა, თქვა დილით. ვინო? არა, დილა საუზმე და დილას არა, კაცო. დილას არა. დილას ვინო? აი მაგალითად აი ესეთ კერძთან აუცილებელია. არა, ნუ ამას ახლა დილით ხო არ შეჭამა რა. არა, დილით არა. ესე. არა, დილით ყველი. ყველი ერთ-ერთი თქვენი საყვარელი პროდუქტია როგორც მივხვდი. ყველი ძალიან გვიყვარს ყველი. შეიძლება პრინციპში კვერცხიც, სოსისი, მოწოწნიგი. საჭმელი ისეთი მიყვარს, არაფერმა რო არ უნდა გააფუჭოს. აი მაგალითად ტყემალმა არ უნდა გააფუჭოს რა. ხოხტები. უტყემლოდ თუ შეგიძლია რომ შეჭამო, ესე იგი ძალიან მაგარი გაკეთებულია. ყოჩა? ტყემალზე, მაგრამ მწვანეც მაგარია ტყემალი. უფ, ეხა უყურე. აბა მიდი, ჩაკლასე. ვახ, ბიჭო. ხომ კარგად. აი, როგორი ცეცხლი დავარდე, ხედავ? ეს შენ და ათე თუ კონიაკმა. მე და კონიაკმა. შენ და კონიაკმა, ალაძეს. აბა, რა მოგაქ? რა მომაგდა ეხა თქვენი იმისთვის, რა ქვია, აი სალათისთვის უნდა გავაკეთო უცებ აი ესეთი დოგვის მიქსი? მარცვლოვანი დიჟონი, აუ რა მომშვიდა. ესე ცოტა ბაზამიკო და რათ არის? ეს რათ არის ეხა და გადადგი არ დაიწვას ეხა არა, გული არ გამოვხე გამიხეთ. უკვე ეხა გავაკეთებ ესეთ რამეს, რომ ეხა ამას გავაწყობ ისე, რომ თქვენ კომფორტულად მიირთვათ. ეს ნაწორმორტიც არ დაგვეშალა. ხო, აბა რა. ამას კიდე ერთი დეტალი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი. რა? ხო, დრესინგი. соуси. соуси გაუკეთე. შენ იცი ხოლმე რაჭერ ხო? დრის соусას ხა. ამისთვის გაგიკეთეთ მე თქვენ მწვანე გაზაფხულის მე თვითონ ესე დავარქვი. გაზაფხული ქვია? არა, იცი როგორ არის, ტარხუნა შემომხვდა გზად, რომ მოვდიო და მივხვდი, რომ ტარხუნა რო შემოდის, უკვე გაზაფხული მოდის და ეს ჩემი ტარხუნა აგერანა, ეხა უნდა გაგიწყოთ. ეს რომელი ტარხუნა, აი იმაში, რა ქვია? მოცარელა სალათს რო ასხავენ ზევიდან? არა, ის არ არის ტარხუნა. ის რა ქვია? ის არის ბაზილიკი. თეფშებიც დიდი. შებიძდი. აბა, არ მიყვარს ხათა შორის პატარა თეფშები. მართალი ხარ, იმიტომ რომ იმერე ისა და ახლოს მოწიე და ჩანგალი. ჩანგალი მოიცეთ, კიდე ერთი სიურპრიზი მაქვს ესე გავიკეთო, ჩა. პიურე, გამომცხვარი კარტოფილის. გამომცხვარი კარტოფილის პიურე, ყველით, ასე ვთქვათ, ნუ, პრინციპში ამას ალიგოს ეძახიან. შეზენილია? ალიგოს, ესე იგი. ალიგო? შიგნით არის გადასარევი. ელარჯი მაქვს კარტოფილი. ელარჯი კარტოფილი. კარგი, ეხა გითხარი რა უნდა ვქნათ? ეხლა რა უნდა ვქნათ თქვენ და უნდა გადაიღოთ და მიირთვათ და მე მოგეხმარებით ამაში. გადმომიღე. აბა ჩემო ძვირფასო. მოიცა და ჯერ მე ხორცი გადავიღო. ეს არ გინდა? კი, მინდა. ესე.
პიურე. მწვანე დაასხინახე. მოიცანე. იმიანა ფოთლებსაც. ხორცს მოასხი, ხორცს. აუ, პიურია რაღაცა. ხო ძალიან კარგად გამოიყურება. აი მეც მოვედი. რო კარგად გიყუროთ თვალებში. და მიხვდეს სიმართლეს და მეუბნებით თუ არა. მიხვდეს სიმართლეს მეუბნებით. აბა შეხერე თვალებს. რა თქმა უნდა ასაკის ბრალია, მაგრამ რაც რო ჩანს, ხო არა, გიორგუნას ვეუბნები ეს გასინჯემეთ კი, ხო არა, ისეთი ვიდი არა. პატარა ხო და იმის რა ქვია როგორც ჩანს როგორც ისეთი აჯამსა საბა რატო არ ჭამდი? არ მოგწონდა ვიზუალურად რა? რაღაცნაირია, ხო გეგონა რომ სანდალი რა. აჯღაბუჯღაა რა. და მე ერთხელ რა დავემართა, იცი, ბავშვობაში ხო დავდიოდი ამ თხილამურებზე და შეკრებაზე ვიყავი და იქ რაღაცა სასტუმროში იყო სასადილო, ხო გახსოვს მაშინ სასადილო? შენ მაინტერესებს, შენ ამას არ ჭამ? აი გიყვები ხა. სასადილოები ხო გახსოვს როგორიც იყო მაშინ და მოგვიტანეს ცივი მაკარონი პაფლოცკი და ძელი კაცვეტები. საერთოდ ნუ აი არაფრით არ შემეძლო ამის ჭამა და ვერაფრით ვერ ვჭამდი მე და ჩემო მეგობარმა ავდექი და ძალიან ცუდი საქციელი ჩავიდნენ. იქვე სასადილოში იყო პიანინო და პიანინოში ჩავყარეთ. ტრენერმა დავინახა ეს ყველაფერი და მოგვიტანა 12 პორცია და სანამ ის 12 პორცია მაკარონი პაფლოცკი არ შევჭამეთ არ გაგვიშვა. აი რამე მასწავლა დიეტოლოგმა, ხო იცი რა? აბა აი რომ იქნებაც გამომადგეს რა დიეტოლოგმა. შენ აღარ მგონია უკვე. მოაჭახუნე. არა შენ მე მგონი რო არ ჭამა შენ ახლა ისეთი პროფესია გაქვს რომ მე უთხარი რომ აი ისე სწრაფად მიყვარს გემრიელის ჭამა მეთქი რომ აი რანაირად ხო აი უცებ გემრი აი აქ რო გემრიელია ხო იცი აქეთ რომ მე აღარ გაინტერესებს ხო და აი ესეო რომ შეჭამ აი ესე ეგრევე გაიხსენე რომ დანა და ჩანგალი უნდა დადო ერთი მარჯვნივ ერთი მარცხნივ და გააკეთო და მარტო თუ ხარ მაინც ესე უნდა გააკეთო ხელები გაიხედო მარჯვნივ გაიხედო მარცხნივ და ეს პაუზა მართლა გეუბნები ერთი 10 წუთით შლის თურმე ჭამის პროცესი. იცი რა მითხარი, რაღაცა შენ იმას უყურავდი, თურქულად იმ რძეზე ამბავს ყვებოდი და ხო იცი რომ მივხვდი რომ გისმენდი რომ ძეზე ყვებოდი ხო? მართლა ძე ვერ გავაგებინე. როგორ არის რძე? ყავაში ძე უნდა და კიჭას ჩვენ ჩაი. და ძე ვერ გავაგებინეთ და მე გაგვიხსნა 4-ზე და რაღაცა და მე თქვენო ვერ გააგებინეთ. შუთ არის ძე თქვენო ვერ გააგებინეთ რომ მე გავაგებინე რა. და იმა ლიმონი მოიტანა და გაიყო თედიზზე აგიმჟავდა, ხო? იმაზე უნდა. და ეხა მითხარით როგორ მოგეწონათ? ეს ფოთლები მე აქედან უნდა ჩამაწერინო. მისურვეთ ეხა რამე. აი დაუტოვე, კითხვა რო არის, ხო იცი? ხო. ვინმეს რამე არ დაუტოვო შემდეგსო უნდა თქვა რა. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან წარმატებული ამბავი იქნება ეს. შენ უკვე არ მოუდგენელი ხო ჩვენ თვალში ხო იყავე ეხა კიდე ხო და უნდა გავუზიო. ეხა მთელ საქართველოს გაიგებს კაკი ზალატი რუკი ლახაი დიდი მადლობა ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო. მე დღეს გავაკეთე საქონლის სტეიკი მწვანე სოუსით, გამომცხვარი კარტოფილის პიურეთი. ჩემი სტუმრები მაყოფილები დარჩნენ, ასე ვთქვათ. ვფიქრობ, რომ თქვენც მაყოფილები ხართ და ამას აუცილებლად გააკეთებთ სახში. მე გთხოვთ, რომ გააკეთოთ და თქვენ ის გემო გაიზიაროთ და ის განწყობა, რაც ჩვენ დღეს აქ გქონდა და მომავალ შეხვედრამდე.